პოლიტიკური აქტივისტი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ღია მხარდამჭერი ჩარლი კირკი მოკლეს, როდესაც ის იუტას შტატში უნივერსიტეტში შეხვედრას მართავდა მოქალაქეებთან. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, ამის ამსახველი, როგორც ვიდეო, ასევე ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ღია სივრცეში მიმდინარეობდა ეს შეხვედრა და ის სტუდენტების კითხვებზე პასუხს სცემდა, რა დროსაც მას ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის მალევე გარდაიცვალა, კისრის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსროლელი დააკავეს, თუმცა შემდგომ უნივერსიტეტმა უარყო ეს ინფორმაცია. ასევე FBI-ის ხელმძღვანელმა კეშ პატელმა თავდაპირველად გავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი იყო დაკავებული, მაგრამ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ასევე პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ დაკითხვის შემდეგ ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაცია, ბოლო ინფორმაციით არ არის ჯერჯერობით ამ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული ვინმე. ეხმაურებიან როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩარლი კირკის მკვლელობას. დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი მკვდარია. არავის ესმოდა და თანაუგრძნობდა ახალგაზრდობას ამერიკაში ისე როგორც ჩარლი. ის უყვარდა და პატივს სცემდა ყველა, განსაკუთრებით მე. და ის უკვე ჩვენთან აღარაა. ჩემი და მელანიას სახელით უსამძირებ მის შესანიშნავ მეუღლეს ერიკას და მის ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ. დაწერა დონალდ ტრამპმა. და ასევე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ჩარლი კირკის ხსოვნის პატივსაცემად კვირას დაეშვება ამერიკის შეერთებულ შტატებში დროშები. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის პლატფორმა X-ზე წერს, ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ეს ახლავე უნდა დასრულდეს. მე და ჯილი ვლოცულობთ ჩარლი კირკის ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის. დაწერა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პლატფორმა X-ზე ჯორჯია მელონიმ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაწერა. ახალგაზრდა პოპულარული რესპუბლიკელი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის ამბავი შოკის მომგვრელია. ეს საზრელი მკვლელობა არის ღრმა ჭრილობა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც სჯერა თავისუფლების. ვუსამძირებთ მის ოჯახს, ახლობლებს და ამერიკულ კონსერვატიულ საზოგადოებას. დაწერა ჯორჯია მელონიმ. ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ჩარლი კირკი მოკლეს იმისათვის, რომ სიმართლეს ამბობდა და თავისუფლებას იცავდა. ის იყო ლომის გულის მქონე მეგობარი ისრაელისთვის, რომელიც სიცრუის წინააღმდეგ იბრძოდა და იდგა მტკიცედ იუდეო-ქრისტიანული ცივილიზაციის დასაცავად. ორი კვირის წინ მასთან ვისაუბრე და ისრაელში მივიპატიჟე. სამწუხაროდ ეს ვიზიტი აღარ შედგება. დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუ და ასევე ხავიერ მილეი, არგენტინის პრეზიდენტი, რომელიც ასევე ჩარლი კირკთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ვუსამძირებ ჩარლი კირკის ოჯახს და მსოფლიოს ყველა ახალგაზრდას, ვინც აღფრთოვანებული იყო მისით და უსმენდა მას. ის იყო თავისუფლების იდეების გამავრცელებელი და დასავლეთის ერთგული მცველი. ის სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა მთელ რეგიონში მემარცხენე პოლიტიკური ძალადობის ტალღის ფონზე. მემარცხენეები ყოველთვის, ყველა დროსა და ადგილას ძალადობრივი ფენომენია სიძულვილის სავსე. დაწერა არგენტინის პრეზიდენტმა.